და არჩილ გორდულაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა ჩვენი სტუმარი საგაუმჯდობისა ბატონო არჩილ მადლობა მონაწილეობისთვის ოპოზიციამ თხოვა რომ კითხვა დაგისვათ ამას მე დავსვამ საგამოძიებო კომისიაზე იმიტომ რომ ჯერ ბუნებრივია მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე ახალი ინფორმაცია თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით დღეს ეს მძიმე ფაქტი მოხდა და ბოლო ინფორმაცია ჯერ ექიმები არ გამოსვლან თქვენ თუ იცით ემუქრება თუ არა მისი ცოცხლის საფრთხე თუ შეიძლება ითქვას რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე მაგრამ სტაბილური პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა, უმძიმესი ფაქტია და ჩვენ უნდა ვისურვოთ, რომ ძალიან მალე გამოჯამრთელდეს ბატონი თორნიკე და მალე დაუბრუნდეს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს და კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკური კულების დაწერას ცდილობენ ადამიანები კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ამ მძიმე შემთხვევის ფონზე და საფუძველზე, მაგრამ ესეც მათთვის დამახასიათებელი არაერთი გვახსოვს წარსულში, რომ მოხდარი უბედური ფაქტის და მოვლენის გამოყენების მცდელობები აქვთ ხოლმე საკუთარი მიზნების მისაღწევად, ეს მათ მორალზე, უпростоრად უმორალობაზე უფრო მეტად მეტყველებს, ვიდრე ზოგადად რაიმე შინაარსის შემცველია. თავად საქმის ძიების შესახებ რაიმე ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, ან იგივე გავრცელდა წერილი, სადაც რაღაც კონკრეტულ ბრალდებებზე საუბრობს თორნიკე რიჟვაძე, ან რა ბრალდებებზეა საუბარი, ანუ რა მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ თქვენ როგორც უკვე მართველი გუნდის წარმომადგენელმა? ერთი რამეა, ქალბატონო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მართველი გუნდის წევრი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრი ვარ და იურიდიული კომიტეტის წევრი, მე საგამოძიებო სამსახურების საქმიანობაში არ და ვერ ჩავერევი კანონითა პირდაპირ აკრძალულია და რაიმე ინფორმაცია თუ იცით უბრალოდ ვერც ვიკითხავ, უბრალოდ არ შეიძლება პირდაპირ კანონს დავარღვევ. რა თქმა უნდა ეს კითხვები არსებობს და გამოძიებამ ამ კითხვებზე პასუხები უნდა გასცეს ჩვენს როგორც საზოგადოების თუ რა ბრალდებებზე მიუთითებს წერილის ავტორი ესეც არ არის თქვენთვის ცნობილი. არა, რა თქმა უნდა და თითოეულ საკითხთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს შემდეგ უკვე კომპეტენტური პასუხი და ამას დაველოდებით ჩვენს, მაგრამ ჯერჯერობით დაველოდოთ რომ ექიმებმა თავიანთი საქმე შეასრულონ და ადამიანი დაუბრუნდეს ჯანსაღ ცხოვრებას და ჩვეულებრივ რიტმს. კარგი და ასევე ესეთი ხმაურიანი დაკავება იყო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის უკვე ბოლო ინფორმაციაა რომ კირაოს სანაცვლოდ 70000 ლარის სანაცვლოდ მან დღეს დატოვა სასამართლო დარბაზი თუმცა საქმის ძიება გრძელდება მოყვა ამას სხვადასხვა ტიპის შეფასებები სპეკულაციები არ ვიცი თქვენ როგორც შეაფასებთ მაგრამ ითქვა რომ ეს არის რაღაც აი ბიზნესის წინააღმდეგ წნეხის გამოხატულება რომ მას სხვა მიზნით მოხდა მისი დაკავება და არანაირი იარაღი იქ არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ მან სასამართლო დარბაზში თავად მოიხადა ბოდიში და თქვა რომ ის ჩარჩა. ანუ არის ეს რაიმე კავშირში მის საქმიანობასთან ეს დაკავება თუ ეს მართლა მხოლოდ რაღაც შემთხვევით ის იყო. თქვენ როგორ განმარტავთ? ერთ მაგალითს მოვიყვან დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ერთ-ერთი ნაცმოძრაობის ტელევიზიის ჟურნალისტი უსვამდა კითხვას, რომ ბატონ რამიშვილს იარაღი ჩაუდეს. და საქვეყნოს ცნობილი ფაქტია, ოჯახის წევრებმაც დააფიქსირეს, თვითონ ბრალდებულმაც დააფიქსირა, რომ ეს მის საკუთრებაში, მის სახელზე რეგისტრირებული იარაღი იყო. ანუ წარმოვიდგინოთ, რა მარაზმის გავრცელებას ცდილობენ ეს ადამიანები, რომ ვიღაცამ ბატონ რამიშვილს თავისი იარაღი მოპარა, შემდეგ ეს აიღო, მალულად ჩაუდო, მოუთავსა ჩანთაში და შემდეგ ამის გამო დააკავეს. ნუ აი, ბავშვური ტყუილიც კი არ არის. სულ ამას ვამბობთ ხოლმე, რომ წარსულში ნაცმოძრაობის ტელევიზიას და მათ ჟურნალისტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ტყუილი გაევრცელებინათ, რომელსაც სიცოცხლისუნარიანობა ჰქონდა რამდენიმე დღიანი მაინც. და ეხლა იქამდე არიან სამწუხაროდ ეს ადამიანები მისულები, რომ 2 წუთსაც კი ვერ ძლებს მათ მიერ გავრცელებული ფეიკი. ერთი დიდი ფეიქ ნიუსის გამავრცელებელი საზოგადოება არის თუ არ ვიცი რა უწოდო, რომელიც ისევ და ისევ გარედან ფინანსდებოდნენ, ეხლა ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ვეღარ ფინანსდებიან და ვეღარ დაფინანსდებიან, იმიტომ რომ ჩარევა არ უნდა მოხდეს ჩვენი შიდა საქმეებში და სუსტად აი ფეიქ ნიუსების საწინააღმდეგოდ მიღებული ცვლილებების ჰქონდა, რომელიც ისევ და ისევ შერაცხეს, როგორ შერაცხეს ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. რა თქმა უნდა, ყველანაირი პოლიტიკისგან საკითხი დაცლილია, პოლიტიკური მარცხაჯულება ჩვენს ქვეყანაში დაამთავრდა 2012 წელს. 2012 წლის შემდეგ პოლიტიკური მოტივებით გადაწყვეტილები მაშინ როცა მათი ლიდერების ხედან ციხეში და ისინი ამბობენ რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით დაკავება და პოლიტპატიმრებს უწოდებენ მათ. ძალიან სიმპტომატურია და მადლობა რომ ეს შემახსენეთ. ჩვენ ახლა რუსთავიორის შენობაში ვსხედვართ და რუსთავიორის ეთერით ვესაუბრებით ერთმანეთს და საზოგადოებასაც რა თქმა უნდა.
გავიხსენოთ რა მოვლენები იყო და რა განცხადებებს აკეთებენ უსტავიური საქმესთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეულ წარსულში, ხო? პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკურად მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო წარმომადგენლებიც კი ამ ყველაფერს კარგად ფუთავდნენ როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების სახეს და შემდეგ რა მოხდა? წავიდა საქმე სტრასბურგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება სწორად მოიქცა და სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად შესაბამისობაში იყო კონვენციასთან. ზუსტად იგივე იყო ნიკამელიას საქმესთან დაკავშირებით. გვარამიასთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საქმე პოლიტიზირებული, შემდეგ ამ ყველაფერს აიტაცებდნენ ხოლმე გარედან მართული დაფინანსებული ადამიანები, მათ შორის პირველი ტრიგერი ხან აღმოჩნდებოდა ხოლმე უცხოური სახელი და გვარის მქონე ადამიანები, მე ნახავდით ხოლმე რეზოლუციებსაც და ნახეთ ევროპარლამენტის არაერთი რეზოლუცია, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად იყო მოხსენებული და ზუსტად აი ევროპარლამენტი ძალიან ხშირად ითხოვს მის გადაწყვეტილებას. 6-ია თუ 7-ია ზუსტად აღარ მახსოვს ევროპარლამენტის რეზოლუციები, სადაც აი ესეთი ფეიკები არის პირდაპირ მოხსენიებული და მე ამ ფეიკებს წლების შემდეგ ამხელს ხოლმე სტრასბურგის სასამართლო და მე ყველაფერი აღმოჩნდება, რომ თურმე ყველაფერი წესრიგში იყო, არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობა, არ დარღვეულა მით უმეტეს ადამიანის უფლებები და ბოდიშის მოხდაც არავის არ უნდა. ზუსტად იგივე მცდელობა არის ეხლაც. არავით არის განსხვავებული, არაფერი ისეთი, რაც წარსულში არ გვინახავს და საზოგადოებას არ უნახავს. ბატონო არჩილ, აქედან გამომდინარე მინდა ზუსტად კითხოთ, როდესაც თქვენი შეხედულება და თქვენი შეფასება ხოლმე თქვენი ოპონენტების მიმართ ასეთია, რას ნიშნავდა მიხეილ ყავალაშვილის 4 ივლისის, ანუ პრეზიდენტის 4 ივლისის შეთავაზება და ამას რას გულისხმობ, რას ნიშნავდა თქო, რომ დარწმუნებული ვარ, ალბათ მოლოდინი ქონდათ, რომ უარს იტყოდნენ და მაშინ რას ემსახურებოდა ეს შეთავაზება და ეს ნაბიჯი, რომ თქვა დაპატიმრებული ლიდერების შესაძლოა წინასაარჩევნოდ გათავისუფლება მომხდარიყო თუ ისინი მიმართავდნენ პრეზიდენტს, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ყველაფერს არალეგიტიმურს უწოდებენ, გქონდათ რეალურად ეს მოლოდინი, რომ მიმართავდნენ პრეზიდენტს? არის ფიქრობთ, რომ თქვენ კითხვას გაურბივარ, უბრალოდ სულ რამდენიმე წუთი მომეცით, 2 წუთიც მეყოფა, ბატონ სიორიძეს განცხადებას რომ შევაჯამოთ ამ თემაზე რა თუნდაც. მათ შორის მან მოიყვანა მაგალითი, რომ თბილისში თურმე ქართულ ოცნებას ჰქონდა 25% მოსახლეობის მხარდაჭერა და კოლექტიურად ნაცმოძრაობა 68. ნუ საერთო ჯამში კარგია, რომ 100% თითქმის დასვა. მაგრამ საინტერესო რა არის, ის სპეციალურად გადავამოწმე, რომ რაიმე ციფრი არ შემშლო და ქართულ ოცნებას თბილისის მასშტაბით 263,000 ადამიანმა დაუჭირა მხარი. 42.2%-ია დაახლოებით. ხოლო ლელოს მთლიანად მთელი საქართველოს მასშტაბით 1.5-ჯერ უფრო ნაკლები აქვს მხარდაჭერა და ეხლა ეს ადამიანები ამბობენ თავის მხარდამჭერებსაც ეუბნებიან და მათ შორის ეუბნებიან კოლექტიურ ნაცმოძრაობას იქნება თუ საზოგადოებას, რომ თბილისში აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს ხო მარტივი ტყუილია და ზოგადად ლეგიტიმაციას რაც შეეხება და ეხლა ვრცელდებოდა დღის განმავლობაში გუშინაც განცხადებები კეთდებოდა ნაცმოძრაობის წევრებისგან, რომ არავით არ ლეგიტიმაციისთვის კეთდება ეს ყველაფერიო. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ აი ამ სკამზე სულ რამდენიმე წუთის წინ ვინც იჯდა ბატონი გიორგი სიორიძე, სწორედ მას და ლელოს ორჯერ აქვს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ნაღიარები. პირველი, როდესაც თვითონ გიორგი სიორიძე გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ლელოს წარდგინებით და კიდევ ერთხელ საზოგადოებას რო შევახსენოთ, ცესკოს წევრი ვერ გახდება პირი პარტიული წარდგინებით თუ მას არ აყავს პარლამენტში წევრი. და მეორე, როდესაც ლელომ აიღო პარტიული დაფინანსება და საზოგადოებისთვის ისევ და ისევ გასახსენებლად პარტიულ დაფინანსებას პოლიტიკური პარტია იღებს მიღებული ხმების თანაფარდობით. ორივე შემთხვევაში ადამიანებმა ამას გულისხმობთ, ხო, თუ არასწორად ჩატარდა 24 წლის არჩევნები, მაშინ დაფინანსებაზე უარი რატო არ თქვეს და რატო მიიღეს? შვენურად შეირგეს, იმიტომ რომ ეს იყო თანხა მათთვის მნიშვნელოვანი ერთი მხრივ. ხო, სხვათა შორის ეს ის პარტია, რომლის ხელმძღვანელების 1.5 მილიარდ საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებას და საკუთარ ჯიბეში ჩადებას და ის ლიდერები არიან, რომლებიც ამჟამად საპატიმროში იმყოფებიან. და რატომ აი ზუსტად დაუბრუნდეთ ხებოდა ზუსტად ხო ყავალაშვილის ინიციატივა. თქვენ კითხვას. ამბობ ელოდით რომ ამით მიმართავდა ოპოზიციის ლიდერები. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, ხა მე ვერ მეცოდინებოდა და პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ ჰქონდათ მოლოდინი რომ ოპოზიციის ლიდერები ამას გამოიყენებდნენ. ამის მოყოლა არ დავიწყოთ ბოლოდან, არამედ უნდა დავიწყოთ დასაწყისიდან. რომ რა გააკეთეს ამ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი თავის თვითონვე დაიპატიმრეს.
ამ ადამიანებმა იციან, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს. და საგამოძიებო კომისიაზე პატამაჯგალაძის შეკითხვა უცებთ რომ დაგისვათ, მან ძალიან მთხოვა რომ თქვენ კითხოთ. კი ბატონო. აუცილებლად ჯერ გისმენთ ლიდერებზე. ერთი რაც არის, როგორც აღმოჩნდა თქვენი კითხვებიდან გამომდინარე, ჩაკითხვებიდან ბატონ პაატას მე მგონი მესეჯ ბოქსი არ მისვლა დაუგვიანდათ და ამიტომ იყო რომ რას საუბრობდა თვითონაც ვერ გაიგო მე მგონი ყველანაირ ლოგიკას აცდა და ხან შეტევაზეა, ხან დაცვის პოზიციაში დგას, მაგრამ ასეთია მათი ბედი და რა გავაკეთოთ, ეს მათივე არჩევანია აგენტურის. ამბავი რომ დავიწყოთ თავიდან, ხო? ანუ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომ ნებისმიერი პირი ვალდებულია საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილოს. ზუსტად იგივე წერია სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ამბობს, რომ კანონიერ მოთხოვნის დაუმორჩილებლობა ეს არის დანაშაული და შესაბამისად ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე. რა გააკეთეს ამ ადამიანებმა? თვითონ იცოდნენ, რომ ეს ვალდებულება ჰქონდათ, იცოდნენ, რომ დანაშაულზე მიდიოდნენ, მაგრამ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ. ხო, ნუ ისინი ამბობენ, რომ ისინი არალეგიტიმურად მიიჩნევენ და უკანონოდ აი ამაზე. აი, ახლა მიყვეთ ზუსტად ამას. კითხვა საგამოძიებო კომისიაზე. აი, ახლა წარმოვიდგინოთ სხვა შემთხვევა. აი, მაგალითად, კონკრეტული დამნაშავე, მაგალითად, მკვლელი. ჰიპოთეტურად რო ვთქვათ. არ მიიჩნევს ლეგიტიმურად შინაგან საქმეთა სამინისტროს. არ მიიჩნევს ლეგიტიმურად პროკურატურას და სასამართლოს. და მაშინ ეს დანაშაული მას უნდა ეპატიოს? ანუ ადამიანის აღქმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, მას სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს და პასუხისგებლობის აღებას და პასუხისგებას თუ არა. აი ამ სიგიჟეს ცდილობენ ეს ადამიანები და დაგვაჯერონ რომ მე რასაც ვფიქრობ, ჩემზე უნდა იყოს აგებული, ნუ მაცერა ნაკლებად, მათ პატრონებზე უნდა იყოს აგებული რეალურად ქვეყანა როგორ იმოქმედებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოებას. ხო, თუმცა ბატონო ისინი აი ხო ის მინდა უბრალოდ კითხოთ რომ საგამოძიებო კომისია არის უკანონოდ შექმნილი, რადგან იქ ოპოზიციის კვოტა უნდა იყოს მეტი და პატამაჯგალაძეს ამას ამბობდა რომ სად არის ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში, თქვათ აი ქართული ოცნების წარმომადგენელმა გვითხრასო. კი ბატონო. მარტივად ბატონ პატამაჯგალაძეს წლების განმავლობაში აქვს გამოცდილება მათ შორის საქართველოს პარლამენტის აპარატში საქმიანობის და ნამდვილად ვერ იტყვის ვერავინ რომ მან არ იცის საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. უბრალოდ ეხლა თუ ესე თვალებზე ხელს აიფარებს და უბრალოდ ასეთი ტყუილების ვივლად რო ვთქვათ კადრება მას უხერხულობას არ უქმნის, ეგ ცალკე ამბავია, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ნაცმოძრაობის წარმომადგენელი სამწუხაროდ რომ ტყუილებს ისაუბრებს, ეს გასაკვირი არ არის. საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა არ უნდა იყოს უმრავლესობაში. ანუ კვოტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს არ ქონდეთ შესაძლებლობა გადაწყვეტილება. მეტი ხმა უნდა ქონდეს ოპოზიციას საგამოძიებო კომისიაში. ჩვენ შემთხვევაში რა არის? საქართველოს კანონმდებლობითვე ისევ და ისევ პარლამენტის რეგლამენტი და კონსტიტუციის შესაბამისადაც პარლამენტს აქვს შექმნილი საგამოძიებო კომისია, სადაც კვოტები არის განაწილებული თანაბრად, ანუ ოპოზიციასაც თანაბრად აქვს და უმრავლესობასაც თანაბრად აქვს წევრების წარდგენის შესაძლებლობა. მათ შორის გახარიასთვის აი ესე რომ ყელყელაობს ხოლმე ბატონი გიორგი გახარია და რაღაც თავისი მიმიკებით და ხატრული თუ მსახიობური ნიჭის დემონსტრირებით როცულობს რომ თავისი ტყუილებიდან გამოძრებს და მე ფონს გავიდეს, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა და ეს ტყუილები მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირებაში რომ გამოიხადება. ადამიანს ბლოკები აქვს შექმნილი კოალიცია აქვს შექმნილი 4 მუნიციპალიტეტში და შენრად თანაცხოვრობდა წარსულში, საწყოშიც და მაგალითად საარჩევნო პერიოდში ნაციონალურ მოძრაობასთან და თვითონ ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობა უნდა დავამთავრო და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეხლა ხო ქონდა შესაძლებლობა. სად იყო პოლიტიკურ შატალოზე რომ დადიოდა? ეხლაც აგზანდება კიდევ კაცმა რო არის სოციალისტი. ნუ ისინი ბოიკოტის რეჟიმში იყო, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და ნაციონალურ მოძრაობის საქმიანობის გამოკვლევა მიმდინარეობს ამ საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას, ხო? რატომ არ იყო გახარიას წარმომადგენელი იქ? რატომ არ იჭდა? აი ძალიან კარგათაც იღებდნენ ისევ და ისევ ლელოს გავსად დაფინანსებას. პარლამენტში ხელფასებს, პარლამენტის წევრის ხელფასებს ვერა, მაგრამ პარტიულ დაფინანსებას კარგად იღებდნენ და არაფრად არ აგდებდნენ თავიანთ ამორჩევლებს, მათ გამოხატულნებას, შატალოებზე დადიოდნენ ნაკეთიკით. და ეხლა კიდევ აქეთ აქვთ პრეტენზიები. ეხლა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არის 2 ოპოზიციური პარტია და შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობა. და ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა მათ შორის სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი პოლიტიკური, რომ შესაბამისი მსჯელობის საფუძველზე დასკვნა დადონ. აი ამ საგამოძიებო კომისიის წინაშე როცა არ წარდგნენ ადამიანები, ისევ თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ, წავიდნენ თვითნებურად და თვით გადაწყვეტილებით, ანუ შეგნებული გადაწყვეტილებით
მოქმედებით დანაშაულზე, იცოდნენ რა, რომ პასუხისმგებლობა მათ დაუდგებოდათ და მათ შორის კანონით გათვალისწინებულ მაღალ 1 წლამდე თავისუფლების აკვეთის ნაცვლად ზოგ 7 თუ 8 თვით თავისუფლების აკვეთები აქვს. და შემდეგ ამ ყველაფრის გამოყენებას, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები შეეცდებოდნენ, რომ 2025 წლის თვითმმართველობის ან მუნიციპალური არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა ქონოდათ. როგორც მათ, ასევე მათ პატრონებს და მათ პატრონების დავალებით კიდევ სხვადასხვა ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, სხვადასხვა უცხოური სახელი და გვარის მქონე ადამიანებს და ძალიან სწორი და ლეგიტიმური გადაწყვეტილება იყო საქართველოს პრეზიდენტისა, რომ თუ გნებავთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა სრულფასოვნად არჩევნებში და შემდეგ კითხვები რომ არ გაჩნდეს და არ თქვენ მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია არ მიმართავს პრეზიდენტს, ან შესაბამისად ლიდერები იქნებიან ციხეში. საკითხი ნახეთ როგორ არის მათი გადასაწყვეტია. თუ ეს ადამიანები გადაწყვეტენ რომ პატივსცემენ მათსავე ამორჩეველს და ამავდროულად არ აქვთ სურვილი, რომ რადიკალიზაცია მოახდინონ პოლიტიკური სპექტრის და პოლიტიკური მოვლენების და რეალურად თუ უნდათ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ შედეგი დაიდოს, მათ აქვს შესაძლებლობა მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პრეზიდენტს წინასწარ გამოთქმული აქვს თანხმობა, რომ გაუცილებლად გამოიყენებს შეცვალების უფლებამოსილებას. მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს არ აკეთებენ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ რეალურად კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ რომ ნაცობას არ მოიშლის, კიდევ ერთი მაგალითია. მათ უნდათ და ძალიან კარგად იციან, მათ შორის მათ პატრონებსაც არაერთხელ აქვთ გაკეთებული განცხადება, რომ შეუძლებელია ქართული ოცნების არჩევნების გზით დამარცხება. ერთადერთი გზა არის რადიკალიზაცია და მათ შორის ქალბატონი ყველაზე მაზრზენი, რაც კი შეიძლება ადამიანს ეკადრა და ეთქვა, მე გაკვირვებული ვარ ამ აქციების მიმდინარეობისას, აქციები სვერპლით როგორ არ დასრულდაო. აი ამას საუბრობს ადამიანი, რომელიც არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იმ ორგანიზაციაში, რომლის სტიპენდიანტიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. აი ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე და ქალბატონ სალომეს არავითარი პროტესტიც კი არ უჩნდება ამ მოცემულობის მიმართ. ამიტომაც არის ჩვენ ვიმაღნებთ ყოველთვის ხმას ამ უსამართლობის მიმართ, იმიტომ რომ ასეთია ქართული ხალხის ნება. მინდა ამ არჩევნების ნაწილში კიდევ ერთი კითხვა, აი ლელომ გადაწყვეტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თავად ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას არ სურს, რომ რომელიმე პარტია მიიღოს მონაწილეობა და აი პირიქით ხელშეშლის, ვთქვათ, მცდელობა ამათი მხრიდან. თქვენ გუნდში ამბობენ, რომ ისინი გარემითითებებს ასრულებენ და ვიდრე პატრონები არ უბრძანებენ, მანამდე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ანუ დღეს რა ტაქტიკას მიმართავენ მაშინ ოპოზიცია თქვენი შეფასებით, თუ კი თქვენს ინტერესში არ ვიცი იყო არ იყო მათი მონაწილეობა და თქვენ ამბობთ, რომ ისინი მხოლოდ მითითებების შემდეგ გადაწყვიტეს ეს, ხო? რა ტაქტიკაა მაშინ თუნდაც მათი ასე ვთქვათ პატრონები, ანუ არ ვიცი რაღაც დასავლელი რაღაც ჯგუფების მხრიდან თუ პოლიტიკოსების მხრიდან, თუ ეს არის ოპოზიციის შიდა ტაქტიკა, როგორ აფასებთ? ლელოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცით, რომ აგენტურის ბედი საკმაოდ შავია, მათ არ შეუძლიათ რეალურად რომ თვითონ მიიღონ განაწყვეტილებები. და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება ხოლმე პრაქტიკული მაგალითებით. და როდესაც ამ ადამიანებს საერთოდ სიტყვის თქმის უფლებაც კი არა აქვთ, მანამ სანამ არ მიუვათ მესიჯბოქსი და ყოველად არ მიხსენებია წეღან მესიჯბოქსი, იმიტომ რომ გვახსოვს სულ რამდენიმე თვის წინ რომ ეკითხებოდნენ ჟურნალისტები ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრებს, პარტიულ წევრებს, რომ რამდენი სქესი არსებობს, ადამიანები პასუხს ვერ სცემდნენ, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაცია ახალი მოსული იყო და არ იცოდნენ უბრალოდ თავისი პატრონებისგან რა პასუხი უნდა გაეცათ ამ კითხვებზე. მაგრამ თუ კი ეს დავალება რატომ მხოლოდ ლელო და დანარჩენები ბოიკოტში რჩებიან? ანუ აი ეს ლოგიკა მინდა რომ ამიხსნათ. კი, ეხლა წარმოიდგინეთ, რომ მარტივ კითხვაზე ვერ სცემენ, თვითონ არა აქვთ უფლება, რომ გასცენ მარტივ კითხვას პასუხი, რამდენი სქესი არსებობს. და ეხლა ვინმე შეუძლია, რომ საზოგადოებას დააჯეროს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა იმსჯელონ პოლიტიკურ აქტივობებზე მიიღებენ მონაწილეობას თუ არა არჩევნებში, რა კონფიგურაციით მიიღებენ და ვინ ვისთან გაერთიანება. არა, რა თქმა უნდა, არა. რეალობა არის ძალიან მარტივი, რომელიც დაიწყო მათ შორის 2024 წლის არჩევნებიდან, როდესაც თავის პატრონები მიხვდნენ, რომ 5 ნომერი არ არის მომგებიანი. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლა არჩევნების გზით შეუძლებელია, წარმოუდგენელია. ამიტომ ეს ნაცნობრობა გაიღო რამდენიმე სპეციალურად დატოვეს არჩევნების მიღმა, რაღაც ასეთი გადაწყვეტილება ამიღებული. რა თქმა უნდა, ნახეთ, რეალურად ჩვენ ხომ 4 ნაციონალური მოძრაობა გვყავს. ეს არის ძველი ნაცები, ახალთახალი ნაცები, როგორც ბატონ ლევან მაჭავარიანს უყვარს ხოლმე თქვა, გვაქვს ლელოელი ნაცები და გახარიელი ნაცები.
ეხლა ცდილობენ რომ ეს თქვენი შეფასები და თქვენი შეუარყოფენ, ანუ მე მინდა ხოლმე, მაგრამ დროს ვეღარ კარგავ კამაცზე, მინდა რომ პასუხი მოვისვა, რა თქმა უნდა ისინი გეტყოდნენ რომ ეს პლეელუნ დამოუკიდებელი პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან წითელი ხაზები ქონდა ბევრს იყო ქალბატონი სალომე სამადაშვილი არასდროს არ ყოფილა ნაციონალურ მოძრაობის წევრი. დიახ, და არც მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარიძე ნაციონალურ მოძრაობასთან არ იყვნენ სიამტკბილობაში. არა, რა თქმა უნდა, ეს ხო აბსოლუტურად. ნუ შესაძლოა რაღაც ხელისუფლების დროს იყვნენ, მაგრამ ხუმრობ. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ვინმე დაიჯეროს. ეხლა რას აკეთებენ? ცდილობენ მათი პატრონები ამ თავიანთი აგენტურის ხელით რომ როგორმე 5 ნომერი და ახალი მოაშორონ ლელოსა და გახარიას. როგორმე გარეცხონ ეს უზარმაზარი დამღა და ის დიდი ჯვარი რომელიც ტვირთად აქვთ ნაკისრები ნაციონალურ მოძრაობის წევრებს რომლებიც ვერასდროს ვერ ჩამოირიცხავენ ამ მძიმე ტვირთს, ცდილობენ რომ როგორმე ჩამოაშორონ და თითქოს შეასაღონ როგორც ახალი პოლიტიკური ძალა გახარია და მის წიაღში არსებული და მის საპარლამენტო სიაში ყოფი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მეორე მხრივ ლელო ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, რომელსაც სურვილიც იყო სულ ხნის წინ რომ მილიარდ ნახევარი ამოიღოთ ქართველების საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტიდან და საკუთარ ჯიბეში ჩაედო და მე იქით რა თქმა უნდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და დამარცხდნენ ისევ და ისევ არბიტრაჟში, საერთაშორისო არბიტრაჟში და ნახევარი მილიონის გადახდა აქეთ მოუწიეთ. აი ამ ცირკის მომსწრენი ვართ ეხლა, რომ მავანი დიდი გავლენის მქონე და დიდი ძალაუფლების მქონე პირები ცდილობენ რომ როგორმე საზოგადოებას შეასაღონ ლელო და გახარია, როგორც არანაცები. რაც წარმოუდგენელი არის, ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება, თუ აქამდე მაგალითად საზოგადოებაში კიდევ შეიძლება რამე კითხვის ნიშანი არსებობდა, ეხლა ყველა დარწმუნებულია რომ 4 პარტია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული არის და მათი პარტიული დასახელებები მხოლოდ არის ციფრები, მათი პარტიული ნიშნები და ფერები ეს მხოლოდ იმისთვის არის რომ საზოგადოებაში დარჩეს ახმა რომ ესენი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე, ბატონო, 3 თვე ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაანონსა რომ მალე დაიწყებს საარჩევნო კამპანიას, იმიტომ რომ დრო გვეწურება და მარჩევნები თემითო მინდა მოვრჩე, რეგიონებში მგავა, თბილისზე რაღაც განსაკუთრებული ბრძოლა გამოცხადებული თქვენი ოპონენტების მხრიდან. როდის გეგმავთ თქვენ მართველი ძალა რეალურად, ნუ გასაგებია რომ თავშევადები აქ ამ საარჩევნო კამპანიას, მაგრამ ოფიციალურად ამას შეუდგეთ და იქნება თუ არა თბილისში ისე ვთქვათ კახიკალაძე არ ვიცი მეტყვით თუ არა მე ამ გადაწყვეტილებას და ზოგადად მერობის კანდიდატების წარდგენას როდის დაიწყებს მართველი ძალა, როდის გაიგებს საზოგადოება ვის უნდა დაუჭირონ ან არ დაუჭიროს მხარე. პირველ რიგში საბოლოო კითხვა დავასრულოთ, ეს არის რომ პარტიული მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე დაწყებულია და კარგი ხანია დაწყებულია, იმიტომ რომ იცით რომ ეს მოსამზადებელი ეტაპი არის ერთი, რაც შიგნით არასაჯაროდ კეთდება, მთელი საკითხები არის მათ შორის ლოჯისტიკური თუ არალოჯისტიკური გადასაწყვეტი და მობილიზებაში მოსაყვანი და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამოდის ხოლმე საჯაროდ და მოსახლეობასთან კიდევ უფრო მეტად აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის მაჟორიტარების დასახელებით, მაჟორიტარების ხალხისთვის წარდგენით, მერობის კანდიდატების წარდგენით, პარტიული სიის პრეზენტაციით, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული წესია. აგვისტოს დასაწყისში უკვე შესაბამისად არჩევნების თარიღი ჩაინიშნება, ხოლო 4 სექტემბერი არის ის ბოლო დღე, როცა შეიძლება პარტიული სია, მერობის კანდიდატები და მაჟორიტარობის კანდიდატები იქნება საზოგადოებისათვის ცნობილი და ერთი რამეა, რომელ ქალაქსაც არ უნდა გააკეთონ ამ აგენტურის წარმომადგენლებმა აქცენტი, ბჭყალებში აქცენტი, ერთი რამე არის რომ 64 მუნიციპალიტეტში სახელოვნად დამარცხდებიან უკვე მეათედ ისევ და ისევ ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმიტომ რომ ეს ადამიანები მხოლოდ ქართველების სამწუხაროდ ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ქართველები მხოლოდ სახელი და გვარით არიან და პასპორტი ჩანაწერებით რეალურად მათ ყველანაირი ქართული აქვთ დაკარგული, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები მხოლოდ იმიტომ რომ მათი პატრონების დავალება შესრულდეს. ვერ ასრულებენ და მაგიტომაც ხედავთ ჩვენ რა დღეში არიან ჩაცვენილები. მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. არჩილ გორდულაძე იყო ღამის კურიერის ბოლოს სტუმარი დღეს.